ეთერში, სანამ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე გადავალთ, მანამდე შეგახსენებთ თბილისი ენერჯის გაფრთხილებას, ბინაში ან კომერციულ ფარდში გაზის დანადგარებისა და შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ბინის მეპატრონეა, ნუ გააქირავებ, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ სახლი უსაფრთხოა, ვიდრე იქირავებ ბინას ან კომერციულ ფარდს, მოსთხოვე ბინის მეპატრონეს თბილისი ენერჯის უსაფრთხოების შემოწმების აქტი. არ იქირავო, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ სახლი უსაფრთხოა. ახლა კი დავიდეთ გადაცემის მთავარ თემაზე. დღეს ჩვენ საუბრობთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე. ეს არის ილიაობა 2023. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ია გრიგალაშვილს, ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს. დიდი მადლობა ქალბატონო ია, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ქალბატონო ია, 5 ნოემბერს დასრულდა კონფერენცია, რომელიც ილიაობა 2023 წლის ფარგლებში ჩატარდა. მოდით მოგვიყევით აი ამ კონფერენციის შესახებ, ვის შეეძლო მონაწილეობის მიღება, როგორი გამოხმაურება ჰქონდა და როგორ შეაფასებდით? გამარჯობა, მივესალმები მსმენელს. ჩვენი ორგანიზაცია ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა 1 მაისს. რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ და ჩვენთვის პატივი იყო, რომ აგვენიშნა წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წლისთავისადმი მიძღვნილი ილიაობა 2023 ლიტერატურული კვირეული, რომლის ფარგლებშიც 19 სექტემბერს დავაანონსეთ სამეცნიერო კონფერენცია სწავლებისა და კვლევის თანამედროვე გამოწვევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. მონაწილეობის მიღება კონფერენციაში შეეძლოთ სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კვლევრებს, ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წევრებს. შესაბამისად, ასეც მოხდა. ჩვენ დავიწყეთ კონფერენცია 3 ნოემბერს, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. სამივე საფეხურის კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში და მასში მონაწილეობას იღებდა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების სამივე საფეხურიდან, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის. სესიის მოდერატორებათაც ასევე სტუდენტები იყვნენ, როგორც ბაკალავრიატის მეოთხე საფეხურის სტუდენტი ყავდა მაგალითად 3 ნოემბერს იმანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი ანი ბაღდადაშვილი, რომელიც შესანიშნავად გაუძღვა სესიას, ხოლო 5 ნოემბერს სესიის მოდერატორი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დოქტორანტი სოფიო მენთეშაშვილი. რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და თქვენ ახსენეთ სტუდენტები, ხო? სტუდენტთა ჩართულობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და თქვენ გქონდათ წინასწარ მიღება, ხო, გამოცხადებული ყოველ შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა თუ ვისურდათ თეზისების წარდგენა თუ ვის გქონდა სურვილი რომ ჩართულიყო და იყო საკმაოდ ისეთი აქტიურობა სტუდენტების მხრიდან. დიახ, როგორც გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 19 სექტემბერს დავაანონსეთ და დრო არც ისე ბევრი იყო, გამოცხადებული იყო თეზისების მიღების ვადა 27 ოქტომბრამდე. მაინც შეგვეხმიანეს სტუდენტები, მათთვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა, სასესიო პერიოდი იწყება ახლა ამ კვირაში, დაიწყო უკვე და მიიღეს მათ მონაწილეობა, როგორც გითხარით, სხვადასხვა სასწავლებლებიდან, საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლებიდან. საერთოდ ჩვენი ორგანიზაცია აწევრიანებს ნებისმიერ მსურველს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ისინიც ჩართული იყვნენ, აი მაგალითად, ტბელ აბუსერისის სახელობის უნივერსიტეტიდან აჭარიდან გვერთვებოდა ერთ-ერთ მომხსნელებლად. ანუ ორი ფორმატი იყო, შერეული ფორმატი წარიმართა, დიახ, მადონა კეჟერაძე, ასოცირებული პროფესორი და ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მივესალმებით რეგიონებიდან ჩართულობას, როგორც
საინტერესო თემები წარმოჩინდა აი ამ კონფერენციის მუშაობის განმავლობაში და როგორ ფიქრობთ აი რამდენად დაუბრუნდები აი ისევ ამ კითხვას რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი ტიპის ღონისძიებები კონკრეტულად დარგის განვითარებისთვის იგივე ლიტერატურის განვითარებისთვის იგივე არ ვიცი სამეცნიერო წრეებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში და კავკასიის რეგიონში, რომელიც აწევრიანებს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, უფროსკლასელებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მკვლევრებს. და მიზანი ამ ცენტრის გახლავთ განათლების ხარისხის ამაღლება და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. შესაბამისად, ჩვენ კონფერენციების გარდა გვაქვს წამახალისებელი ღონისძიებები, თუნდაც კონფერენციების ფორმატ შეიცვალა. მაგალითად 16-17 ივნის ჰქონდა ჩვენ ნინოობა 2023 გამართული, სადაც ყავდა ნოვატორი მომხსენებელი და გავეცით ჯილდო მასზე. ჰუმანიტარული სფეროს წახალისება და ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართულების მეცნიერულად შესწავლა, მაგალითად ჩვენ გვესწრებოდა მონაწილე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან სოციოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, რომელმაც წარმოადგინა თამარა აფრასიძემ ძალიან საინტერესო თემა თანამედროვე გამოწვევები რა არის სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების და რა ხელშეწყობა სჭირდებათ მათ. ძალიან არიან დაინტერესებული. ანუ არიყავით თქვა თემაში შეზღუდულები, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტულ თემას ეხებოდა. თემატიკა განისაზღვრებოდა ჰუმანიტარული სფეროდან, ეს იყო ქართველოლოგიური კვლევები, სოციოლოგიური მიმართულება, სოციალური მეცნიერებები, საზოგადოებრივ ცხოვრებას რაც ეხება ასეთი თემის წარმოდგენაც შეეძლოთ სტუდენტებს, ასევე წარმოადგინეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, პრობლემატური, რა დგას ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით. მაგალითად, დოქტორანტმა სოფიო გულიაშვილმა წარმოადგინა თემა უძველესი ქართული ტექსტების თანამედროვე შესწავლის მდგომარეობაზე და სწავლების პრობლემატიკაზე, აი მეთოდოლოგიურად, როგორ შეიძლება რომ გაიმართოს ის რაც რთულად მიაჩნიათ ხშირად როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და ახალი მეთოდოლოგია შემოგთავაზა. ბევრი საკითხი მაგრამ ჯერ არ დასრულებულა, ხო? აი ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ უკაცრავად, აი ამ თემას ილიაობა 2023 კონფერენცია დასრულდა, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მაგრამ 11 ნოემბერს ასევე იმართება კიდევ ერთი ღონისძიება, ეს არის სემინარ ტური და კონკრეტულად აქ უკვე გექნებათ მსჯელობა განდეგილის შესახებ, ერთი კონკრეტული ნაწარმოების შესახებ, რატომ დაიწერა განდეგილი, ხო? აი რაღაცა აი ესეთი პირობითი სახელწოდებით, რატომ გაჩნდა აი ამ საკითხის წინ წამოწევის აუცილებლობა და რამდენად აქტუალური არის დღესაც აი ეს თემები და ის საკითხები, რომელიც აი ამ კონკრეტულ ნაწარმოებებში არის მოცემული. მადლობა ამ შეკითხვისათვის. ძირითადად შესწავლილია ის საკითხები, თუ რამ საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ მანკიერ მხარეს ამხელდა წმინდა ილია მართალი. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე, რომ სემინარი ტურის ფარგლებში თვითონ წავუძღვე ამ სემინარს და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურვილი აქვს წამობრძანდეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში. ასე რომ სემინარი ტური თბილისიდან დაიძრება და იქ ჩატარდება მუზეუმში. ამ ნაწარმოებმა დაბეჭდვისთანავე მიიქცია ყურადღება ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა მას. ძირითადად სკოლებშიც გაგრძელდა განდეგილის ძველებური შეხედულებებით სწავლება, რომ აი თითქოს განდეგილის
ის ნაბიჯი რომ წუთისოფელს განუდგა არასწორია. სინამდვილეში ეს საკითხი ჯერ კიდევ აკაკი ბაქრაძემ დააყენა ძალიან სწორად, რომ ბერობის პრობლემა იმ პერიოდისთვის, როცა წმინდა ილია მართალი მოღვაწეობდა, არ იდგა. თითოეულა ბერი თუ იყო საქართველოში, აქ უფრო სხვა საკითხზეა აქცენტი გასამახვილებელი. და მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ რწმენასუსტობის დაგმობა. ბერი, რომელიც მზის ხივს იჭერს და დარწმუნდება საკუთარ სიწმინდეში, ის უკვე გვერდს უქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანულ მოძღვრებას. თქვენც გაწარდგებით მოხსენებით ხალბატონია, მაგრამ ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია, ხო? დისკუსია და სადაც ასევე გააკეთებენ ჩანაწერებს სემინარის მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ჩემი სურვილია, რომ უფროს კლასელებმა და სტუდენტებმა მეტად მიიღონ ამ სემინარი ტურის მუშაობაში მონაწილეობა. შესაძლებლობა რომ ჩაერთონ. დიახ, შესაძლებლობა და სასურველიც იქნება, ინტერესიც მათგან ძალიან დიდია, პრობლემატური საკითხია. ეს ფორმატი მესმის, რომ არ ეყოფა და არც ვაპირებ ახლა დაწვრილებით ამაზე საუბარს, ვისაც ექნება სურვილი, რომ წამობრძანდეს სასურველია რომ 9 ნოემბრამდე შეგვეხმიანონ. ჩვენ გვაქვს ამჯერად Facebook ჯგუფი, ამავე სახელწოდების, ჩვენი ორგანიზაციის ინტერდისციპლინარული კვლევების საერთაშორისო ცენტრი. გაწევრიანდნენ იქ და ამის შემდეგ სხვა დეტალებს. თქვენს გვერდზე არის ესეთ წერია ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები, რომ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. ეს არის ესეთი სამი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა, ისევე როგორც ყველა სფეროში, ასევე მეცნიერებაში. ხო, თქვენ როგორც აღნიშნეთ, იყო გამოქვეყნებისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები და საინტერესოა, როგორ შეაფასებენ თქვენი მსმენელები აი ამ საკითხს და როგორ გაიმართება დისკუსია. აქვე გკითხავთ, იმიტომ რომ ჩვენით რომ სამწუხაროდ ნელ-ნელა იწურება. აი, როდესაც ხდება ხოლმე, ხო, როდესაც ამგვარი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაზე ფიქრობთ, რამდენად ხდება ხოლმე საკითხების აქტუალურად შერჩევა. იგივე, როდესაც განდეგილზე ვსაუბრობთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი, სამეცნიერო წრეების ჩართულობა და სტუდენტების, ახალგაზრდების დაინტერესება, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ერთ სივრცეში. დიახ, არა მარტო კონფერენცია მაჩვენა ეს, რომ წარმოადგინეს მომხსენებლებმა ძალიან აქტუალური საკითხები, მაგალითად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ვარდუშვილმა ისაუბრა სწორედ თანამედროვე ჟღერადობა რამდენად აქვს ილიას, წმინდა ილია მართლის ნააზრევს თუნდაც განათლების საკითხებზე ახალგაზრდობასთან მიმართებით და ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. ჩვენ არ გამოგრჩეს და ესეც აღნიშნოთ, რომ 4 ნოემბერს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ მეცნიერმუშაკები და პროფესორ-მასწავლებლები. ძალიან საინტერესოდ წარიმართა დისკუსია და კვლავ ამ საკითხებს ეხებოდნენ, როგორ აქტუალურია წმინდა ილია მართლის თითოეული სიტყვა თანამედროვე საზოგადოებისათვის, როგორ მოგვიწოდებს ილია განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე და მის განვითარებაზე დღესაც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ კახაბერ ლორია, რომელიც არის თესეოს სკანდინავისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ზოგადად მისთვის საინტერესოა არა მარტო ქართველოგიის სფერო, არამედ ჩრდილოეთ ევროპის კულტურული ღირებულებები და ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა მან, როგორ ჟღერს წმინდა ილია მართლის სიტყვები დღეს. ლევან ბებურიშვილი მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც გახლავთ მეცნიერ თანამშრომელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, მარიამ ნინიძე, რომელმაც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა წმინდა ილია მართლის შემოქმედების კვლევას. მან ჩვენი ცენტრის წევრებს საჩუქრად საკუთარი წიგნებიც უსახსოვრა და რა თქმა უნდა მათი ჩართულობა ძალიან ღირებული იყო. იყო თუ არა ახალი მიგნებები, აი წარმოადგენს. კი, ჩვენი პირობა თეზისების მიღების ყოველთვის არის ეს, რომ იყოს სიახლე მეცნიერებაში, კვლევაში, ახლებურად გაშუქება, მაგალითად ახლებურად გააზრება. გააზრება, დიახ, მთელი რიგი საკითხების დასმა, იცით, როგორ არის
არის მეცნიერებაში, თავად საკითხის დასმაც კი არის წინ გადადგმული ნაბიჯი და როცა კვლევა მიმდინარეობს და ამას აწარმოებს თუნდაც დოქტორანტი, მაგისტრანტი და მიდის პირველ წყაროებთან თვითონ ხელნაწერებთან, აი ასეთი ტიპის იყო მაგალითად სულხან-საბა ორბელიანის 60-ის კარის ორიგინალობის საკითხი, რომელიც წარმოადგინა სოფიო მენთეშაშვილმა ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში დაცული ხელნაწერების მიხედვით გააკეთა ახლებური ანალიზი. ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. რამდენად თამამი უნდა იყოს მეცნიერი, როდესაც ის თქვენ აღნიშნეთ, ხო, საკითხის დასმა არის უკვე მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი. რამდენად თამამეს მოითხოვს იგივე ჩვენ როდესაც საუბრობთ, ხო, თავიდან გადააზრებაზე, თქვათ, ახლებურ შეფასებაზე, ახალხედვაზე, იგივე ძიების, ახალი გზების წარმოჩენაზე. რამდენად მნიშვნელოვანი არის აქ სითამამე, იმიტომ რომ სამეცნიერო წრეებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის სიახლე, მაგრამ გარკვეულწილად სამეცნიერო წრეები ყოველთვის ფრთხილობენ ხოლმე, ხო? გარკვეული სიახლეების. დიახ, რა თქმა უნდა. სიფრთხილე უნდა იყოს სიფრთხილე ყოველთვის უნდა იყოს გონევრული და არ უნდა ნიშნავდეს სიმფრთხალეს. და ამასთან დაკავშირებით მინდა გიპასუხოთ, რომ სითამამეზე მეტად აუცილებელია საკითხის მეცნიერულად ღრმად შესწავლა. როცა ადამიანს ის საკითხი, რომელიც გამოაქვს კონფერენციაზე თუ სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც კრებულში დასაბეჭდად ამზადებს, კარგად აქვს შესწავლილი, მაშინ რა თქმა უნდა ის თავდაჯერებულია და უნდა იყოს მისი მსჯელობა არგუმენტირებული და როცა ეს მსჯელობა ცოდნას ეფუძნება და არგუმენტირებული აქვს, რა თქმა უნდა მას აღარ უჭირს მსჯელობა და ლოგიკური აზრის ნათლად ჩამოყალიბება. აი სწორედ ასეთი მოხსენებები იყო წარმოდგენილი ჩვენთან და ძალიან მიხარია. და სივრცე დისკუსიისთვის ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? რაღაცნაირად აი ამ დისკუსიაში ჩართულობა, უკვე თქვენ ახსენეთ, რომ ზაფხულშიც ქონდათ ამგვარი ასეთი ტიპის ღონისძიება გამართული და აი რა უკავშირი მიიღეთ ამის შემდეგ და აი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცა საკითხი ღია ხდება დისკუსიისთვის. ჩვენ 13 სექტემბერს ჩავატარეთ საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა გრიგოლ ფერაძეს და მეცნიერები უცხოეთიდან იყვნენ საორგანიზაციო სამეცნიერო კომიტეტში, მათ თვითონ შეიარჩიეს, ასე ვთქვათ, მოხსენებები, ჩატარდა ბაკურციხეში, კვლავ მინდა ხაზგასმით აღნიშნო ბაკურ რეგიონების ჩართულობის მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, დიახ, იქ დამსწრე საზოგადოება იყო ადგილობრივი მოქალაქეებიც, მუნიციპალიტეტიდან და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი მიზნის შესრულება, რომ საქართველო წარმოჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე განათლებისა და მეცნიერების კუთხით ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად. და დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი. ჩვენი მეცნიერების წვლილი ამაში ძალიან დიდია, თუ დღეს აფასებენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ეს არის ქართული მეცნიერების დიდი დამსახურება, მათი ლომისწილია მართლაც ამაში და ეს მხარე კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და კვლავ წმინდა ილია მართალს უნდა დავესესხოთ, რომ ცოდნა და განათლება არის ის იარაღი, რომლითაც დღეს თანამედროვე ადამიანი უნდა შეიარაღოს. და სამომავლო გეგმებზე რომ გითხრათ, შემდეგი კონფერენცია, შემდეგი ღონისძიება თუ არის უკვე გაწერილი, თუ არის დაწყებული მიღება უკვე თეზისების და მსურველების. ორგანიზაციის დაარსების წლისთავთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარებთ მაისში 10-11 და 12 მაისს გეგმავთ საერთაშორისო კონფერენციას ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, სადაც უცხოელი კოლეგებიც ჩაგვერთვებიან და მარტო ჩვენ მამსმენელმა არ აღიქვას ასე, რომ ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ კონფერენციებს აწყობს, ჩვენ გვაქვს ლექციების ციკლი
ციკლი, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წელშიც, აი თუნდაც ეს ჩვენი ენა ქართული, სადაც ვსაუბრობთ ქართული ენის სიწმინდეზე მხოლოდ არა, ტოპონიმ ქორონიმებზე იყო, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასე შემდეგ და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანი არის, რომ მეტი განათლება გქონდეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ვიმეორებ ასეთი შესაძლებლობა, რომ ესე იგი როგორ არის იცით, სამეცნიერო ცენტრებში ძირითადად წევრიანდებიან აკადემიური ხარისხის მქონე პირები, დოქტორის და ეს არის პირველი შესაძლებლობა ჰუმანიტარული და სოციოლოგიური მიმართულებით, რომ დაიწყონ ფიქრი სკოლის ასაკიდან. სწორედ ამ სამეცნიერო მნიშვნელოვან საკითხებზე. და ამისათვის ჩატარდება ძალიან ბევრი ლექცია, სემინარი, ტური, სეზონური სკოლები ამოქმედდება. არ არის უბრალოდ ამის დრო, რომ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრო. მაგრამ გელოდებით უახლოეს მომავალში ჩვენს გადაცემაში ახალი იდეებითა და ახალი პროექტებით. ია გრიგალაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.